აი ამ ჩამოსახლებაზე და დამკვიდრებაზე მე საშლად დიდი წინააღმდეგი ვარ ამ ყოველივესით ეს ჩვენს იდენტობას საფრთხეს უქმნის და ამის რა თქვენ რა გონიათ აბა რა არის ის სამაჩაბლო და ის აფხაზეთი საიდან წარმოიშვა ეს ორი ფენომენი რატო იმიტომ რომ თავის რომ მოგზავნდი ბატონო კი ბატონო აგე მიიღე ისაც მიიღე როდესაც ხმას ამოიღებს ადამიანი რომ რატო უნდა ჩამოსახლდნენ უცხოტომელები საქართველოში იმ წამსვე ბრალს გდებენ რაღაცში აღარ გდებენ ბრალს შოვინიზმი ჰომოფობი ნაციონალისტი რასისტი რაღაცში აღარ გდებენ ბრალს დავითი ომობდა რატომ ომობდა კაცო რატომ ომობდა ასე კლავდა თავს რატომ მოიგო დიდგორი დავითმა მაინტერესებს რა საჭირო იყო რატო გაწირა თავი თქვათ რომ თურქებისთვის რომ აბა ჩვენ ძმები ვართ როგორც გინდა ეგრე ვიყოთ ფიცი მიეცა იმისთვის ერთგულებისა სულთანისთვის და რა საჭირო იყო ეს და მას რომ ესი არ ექნა დღეს მე და შენ რა ენაზე ვილაპარაკებდით და რაზე ვილაპარაკებდით რა თემაზე საერთოდ საერთოდ თუ იქნებოდა ეს ქვეყანა ანუ გესმით და თბილისი შემთხვევა იცით ხო ხშირად მithქვავს ეს მაგალითი თბილისი რომ აიღო დავითმა როგორ აიღო თბილისი ჩანო წაიკითხეთ ისტორია როგორ აიღო დავითმა თბილისი რაკმანა რომ დღეს მე და შენ ქართულად საუბრობ იმიტომ რომ საშიშროება იყო თუ ჩემ კულტურულ და რელიგიურ იდენტობას რაიმე ემუქრება ასიმილაციის სახით მაშინ მე განგაში ზავს ეხავ ეს არ შეიძლება მე გავქრები არმი ჩემთვის ძვირფასია ქართველობა ქართული სული ქართული კულტურა ქართული ენა უძვირფასესია მე მინდა ჩემი შვილები მათი შვილები თუ ისე ვთქვა ხო ჩემს მერე ქვაქვაზე არ დარჩენილავ მოდი ახლა ესე ვთქვა აი შენ გაქვს დიდი ოჯახი გაქვს დიდი სახლი დიდი ეზო დიდი რაღაც გაქვს შენი რა სადაც შენი ოჯახი ცხოვრობს თავის შვილები და რაღაც და ყავს ბევრი მეზობელი რომლებიც ძალიან გამრავდნენ მადლობა ღმერთს გამრავდნენ ხო და ახლა გეუბნებია რომ ჩვენ უნდა შემოვიდეთ ჩვენ სახში ვიცხოვროთ ერთი კაცი დამისახელეთ სამუდამოდ უნდა ვიცხოვროთ და მე ისიც უნდა იცხოვროს იმანაც ამათ მე თავიანთი წესი და რიგი მოაქვს თავიანთი ცხოვრების არა ისეთი როგორიც შენს ოჯახშია მე მანახეთ კაცი ადამიანი რომელიც იტყვის რომ მე მზადა ვარ რომ მთელი ჩემი სამეზობლო რომელიც როცა ისინი მრავლდებიან და შვილები და შვილეშვილები ყავთ და ცოლები მოყავთ და კიდე მრავლდებიან მე მანახე კაცი რომელიც იტყვის რომ ჩემთან იცხოვრეთ ყველა მეზობელმა ცოლი მოიყვანა მეზობლის ბიჭმა სამი შვილი ყავს ერთმა მოიყვანა მე მეორემაც მოიყვანა აი მესამემაც რომ მოიყვანა ვეღარ ეტევიან იმიტომ რომ სულ 4 ოთახიანი ბინა აქვს და რა პრობლემაა კაცო აგერ შემოდი ჩემთან იცხოვრეთ მე რომელი ადამიანი იტყვის რომ მე ამას გავაკეთებ მაინტერესებს ესეთი ადამიანი თუ გეგულება და თუ არ იტყვის რა იტყვის უარს მეზობლები ძულს არ ძულს მეზობლები მაგრამ ეს არ შეიძლება უბრალოდ შეუძლებელი